ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილი დღეს 12 საათიდან დაკავებული სტუდენტების ლიკა ლორთქიფანიძის, თათია აფრიამაშვილისა და ლუკა ნაცვლიშვილის სოლიდარობის ნიშნად ერთი დღით გაიფიცა. ილიაუნის შენობასთან საპროტესტო აქციაც გაიმართა. ადგილზე შეიკრიბნენ როგორც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები, ასევე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც. მათ გაშლილი ჰქონდათ ბანერები სხვადასხვა წარწერით. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს სტუდენტებმა და ლექტორებმა. ჩვენი უნივერსიტეტისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ახლა დაკავებულები არიან, ნამდვილად ღირს ბრძოლა და ნამდვილად ღირს რომ ცოტა ხნით გადავდოთ სწავლა. მეც ძალიან მიყვარს სწავლა, არ ვარ ზარმაცი. მინდა რომ ვისწავლო, მაგრამ არ დამცავდა. ამიტომ უნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი და მე რეალურად შეგვეძლება რომ ვისწავლოთ და ნორმალურ გარემოში ვისწავლოთ. იმიტომ რომ ეხლა არ მჯერა რომ ვინმე უნივერსიტეტს დაამთავრებს ამ ქვეყანაში თავისი პროფესიით ნორმალურ სამუშაოს დაიწყებს. თუ დაამთავრებს სამართალს იქნები, როგორი პროკურორის იქნები, კი ვიცით, როგორი მოსამართლეც იქნები, ეგეც ვიცით, რა ვიცი, სამართალდამცავი მილიციელი იქნები და ასე შემდეგ. სხვა პროფესიებიც ჟურნალისტებს მოსპობენ, დაუქმებენ, მხოლოდ და მხოლოდ დარჩება TVMED რუსთაველი. ჩვენი სტუდენტი თათია აფრიამაშვილი უსამართლო სასამართლო დააკავა მარიამ ლაშხის ჩვენების საფუძველზე და 12 დღით ჩასვეს ისოსებს მიღმა. მარიამ ლაშხი, რომელიც 28 მაისს ქალთა და ბავშვთა დროებითი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, არის რუსეთის მონა, რომელიც ასრულებს რუსეთის დავალებებს და რომელიც ვერანაირად ვერ დაიცავს ბავშვების უფლებებს და ვერანაირად ვერ დაიცავს ქალების უფლებებს, მაშინ, როდესაც ქალებს და ბავშვებს თავისი ცრუ ჩვენებების და საჩივრების საფუძველზე ციხეში სვავს. ახლა ბრძოლა ისეთ ეტაპზე არის მისული, რომ ყველა ჩართულობა გარკვეულწილად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვიღაცამ შეიძლება დათმოს 24 საათი თავისი დღის, ვიღაცამ შეიძლება 1 საათი, ვიღაცამ 9 საათი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი წვლილის შეტანა იმ დიდ გამარჯვებაში, რომელსაც ჩვენ მივაღწევთ აუცილებლად. მე ამაში ვარ დარწმუნებული. აი ეხლა თვალნახით ვუყურებთ, რომ ეს პატარ-პატარა თავისუფლებები, რაც მოპოვებული გვაქვს, ძალიან მალე, აი შეიძლება რა ვიცი, კატასტროფულად მალე შეიძლება უკან შევაბრუნდეთ და ძალიან კატასტროფულად მალე შეიძლება დააბრუნდეთ როინმეტრეველის პერიოდში და კიდევ უკან. და ძალიან არ მინდა რომ ეს მოხდეს. თქვენი გულისთვის, ჩვენი მომავალი თაობის, თქვენისთვის, თქვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ეს იქნება ნამდვილად კატასტროფა და უკან გადადგმული ნაბიჯი. ამიტომ მინდა რომ თქვენს და თქვენს სხვა სტუდენტებსაც ვთხოვო, რომ გაითავისონ, რომ ეს თავისუფლებები არ არის გარანტირებული, მათ დასაცავად საჭიროა ბრძოლა და ძალიან არ მინდა რომ ჩვენ და თქვენ ერთად დავბრუნდეთ 90-იან წლებში. ალბათ ძალიან რთული იქნებოდა დღეს მე ჩვეულებრივად შევსულიყავი აუდიტორიაში და ჩემი სტუდენტებისათვის ჩემი საყვარელი კურსის ფარგლებში მდგრად განვითარებაზე მელაპარაკა. მდგრად განვითარებაზე და საერთოდ განვითარებაზე შეიძლება ვილაპარაკოთ ადამიანებმა, როდესაც ჩვენს ირგვლივ ხედავთ, რომ უსამართლოდ იჭერენ, აპატიმრებენ ადამიანებს, ხედავთ, რომ მათზე ძალადობენ, ხედავთ, რომ სისტემა ნელ-ნელა გუდავს თავისუფლების ნებისმიერ გამოვლენას. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არ ვიფიქროთ, რომ კი მაინც ბევრი ადამიანი უნდა და სოლიდარობას გამოუხატავს სტუდენტებს. იმიტომ რომ მაგას ჩვენ ყველა ძალიან გვიყვარს ახალგაზრდა თაობა, ხო? არა, ეს თითოეული ჩვენთაგან მნიშვნელოვანია და არავითარ შემთხვევაში ჩვენს ხვის იმედად არ უნდა დავტოვოთ სტუდენტები, რომლებიც დღევანდელ დღეს პატიმრობაში არიან. ილიაუნის სტუდენტების ნაწილმა ერთობლივი განცხადება გააკეთა. ისინი დაპატიმრებული თანატოლების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი თქმით, სტუდენტები არ აპირებენ ამ ყველაფერთან შეგუებას და რეჟიმს საკადრის პასუხს გასცემენ. რეპრესიებზე იზრდება, სწორედ ამიტომ დროა გაიზრდოს წინააღმდეგობაც. ვერ გვიწევენ თქვა სიტყვები ძის რუსეთის დამპალი იმპერია.
შეცდებიან შეგა მიიღებენ კიდევ უფრო ხმამაღლა ამ სიტყვებს. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. პარასკევს 5 საათზე ვიკრიბებით პარლამენტის უკან. მოგწოდებთ ყველა შემოგვიერთდეთ, რადგან დროა დავიცვათ საქართველო. მოგწოდებთ სტუდენტებს, ამოიღოთ ხმა, შემოგვიერთდეთ. არ აქვს ასეთი ქულას მნიშვნელობა, როგორც თავისუფლებას. აქ მნიშვნელობა არცეთ ქულას რუსულ ქვეყანაში. არ აქვს მნიშვნელობა არცეთ ქულას, თორგოცნება რა არის სოლიდარობა და რა არის ემპათია. ამ ქვეყნის ისტორია დიდი ბრძოლა თავისუფლებისთვის. დღეს ჯერ ჩვენზეა და ჩვენ ვქნით ხვალინდელ დღეს. ეწვევთ თქვენი ძალების ადავჯოთ პროპაგანდას და შემოგვიერთდით. ჩვენ ვიყურებენ ცხაპლის გმირები, ჩვენ ვიყურებენ ანწუხელიძე და სხვა გმირები. გამარჯვების დროშა ახლა ჩვენს ხელშია და არ გვაქვს უფლება გავჩერდეთ. გვინდა მერთოთ ოპოზიციასაც, არ გაბრალოთ თვითმმართველობის საჩვენებლის მოწვევის მიღება, წინაურ შემთხვევაში მიიღეთ პასუხს ჩვენგან. ახლა უკომპლексო ბრძოლის დროა და არ არის ჩვენთან თანამშრომლობის. და ყველაზე მნიშვნელოვანია, თავისუფალ რეჟიმს წყვეებს ძირს რუსული რეჟიმი. გვახსოვდეს სტუდენტების ერთობაშია ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. მოგვიანებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პიროტექნიკაც გაისროლეს. სტუდენტებს ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12 დღიანი პატიმრობა მოსამართლე დავით თეთრაულმა შეუფარდა. კიდევ ერთ აქტივისტს მაგდა მამუკაშვილს კი 4,000 ლარიანი ჯარიმა. მათ ქართული ოცნების დეპუტატმა მარიამ ლაშხმა შეურაცხყოფისთვის უჩივლა. ლაშხისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა შეძახილებით თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, არა რუსეთის მონებს. მანამდე კი დააპატიმრეს სტუდენტი ლუკა ნაცვლიშვილი.